დილამშვიდობის, ჰაი, როგორ ხართ, ხალხო, რა შვებით? ხო ხართ კარგად? თავს როგორ გრძნობთ? ერთი წუთით ხალხო, აქ რაღაცა ჩიპი მოხდა. ჩემო მარიკომ და მირთვას წიწიბურა დაბრძანდიდოდიკო. როგორც გასწავლე, შევთანხმდით? წავიდა, დაღეჭე კარგად. ყოჩი აღდე და მირტყი ხელი. გუშინ გავუკეთე მარიამს ტოლმა, ხო და ჩვენ ხო ცოტა პატარა ის გვაქვს პრობლემა, რომ ზირთად ეგრევე ყლაპავს ხოლმე მარიკო და ახლა უკვე ისწავლა ჩემა გოგომ, ხოდე? ძალიან ყურადღებით არის, რომ ღეჭოს ის კონკრეტული საკვები და მაგალითად მხოლოდ წვენი არ მიირთვას, ყველაფერს მიირთმევს, ხო ჩემო ლამაზო? ხო და ძალიან გახარებულები ვართ, ასევე წიწიბურაც. ხო, რაღაცა პერიოდი არ ვიცი, რატო აკეთებ და ეგრევე ვხვდები, მაგრამ ნუ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ რაღაცა დაძლია და თავისი კომბოსტოიანად მირთვა ტოლმა, ხოდე? და ძალიან უყვარს და გუშინ რა ვიცი ხალხო რომელი იყო, მგონი 9 იყო საათი. თუ რაღაც ეგრე რომ ტოლმა გავუკეთე რა, გაყინული მქონდა და მოვხარშე, იმიტომ რომ წინასწარ ვყინავ ხოლმე, გააღე ჩემო სიცოცხლე. დედიკო უყინავს ხოლმე წინასწარ. არა უშავს მოვწმიდავდე. წინასწარ უყინავს ხოლმე და მე როცა უნდა მას თვითონ გამოვიღებთ ხოლმე და ვხარშავთ, ხო და ეგრე. უცებ მოიხარშე. მიდი ჩემო ლამაზო, მე სხვაგან მივდივართ და ფეხზე უნდა გიყიდო დედიკო რამე ისეთი მარტივი, რომ ბაღში კომფორტულად იაროდე. ხო ჩემო საყვარელი. ხო და ეს გუშინ ორი ვიდეო დავდე და მე თვითონაც გამიკურსა ეგ როგორ მოხდა. დილით და საღამოს, დილით არ არის ხოლმე რა, ხალხი ესე არ ნახულობს დილით. ჩემი აუდიტორია ყოველ შემთხვევაში დილით არ არის აქტიური, მაგრამ მაინც ნახეს იმ ადამიანებმა, ვინც ისედაც მე ხშირად ვიყურებენ. ჰადედიკო. მარიკოტა, გაღესაყურებო. ჩქარადე მივდივართ მე. ყოჩაღ დედიკო. ყოჩაღ, ჩემო ლამაზო, დე. აი, შენი დამაყობს შენი დედა, დე. კარგი გოგო ხარ, ვაიმე ყავა. ვაკუმის ვარჯიშები გავაკეთე მანამდე და ახლა აი 4 ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა, მერე წყალი დავლიე ცოტა, რატომ ყავ წყალი. დედიკო გატარებ ცოტა ხანი მაცადე, ახლა ზაფხულია ჯერ. ხო და არა შემოდგომა რა იწყება. ამოდი დედიკო, ამოდი. სექტემბერში დედიკო ნახოთ როგორ დავალაგებთ დღის რეჟიმებს და აუცილებლად გატარებ. მოდი რა ახლოს დედიკო თუ შეიძლება. მოდი ჩემო სიცოცხლე. მოდი დედას გოგო, ეგრე, კაი გოგო ხარ და დაი ნახოთ მოკეთ როგორ იქნება. ნახოთ. აი მე გუშინ TikTok-ს სკროლავ და არის ერთი გოგონა მია, რომელიც მღერის და რაღაც პატარ-პატარა ვიდეოებს წერს ხოლმე და რამდენჯერ შემხვდებოდა, ხშირ შემთხვევაში ვუგულებდი ხოლმე, ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს ამ გოგოს რა. გუშინ შემთხვევით შემხვდა მაგის ვიდეო, სადაც საუბრობს იმაზე, მივთვი დედიკოს გოგო, რომ პუტკუნები როგორ ვავიწროვებთ. და ახლა რაზეა საუბარი. დედიკო, ითამაშ და დაგიძახებ ხოლმე, გინდა? წადი, ითამაში და დაგიძახებ ხოლმე და აქედან მოდი და მივიდე. ეხლა რამე წინა ძალიან გითხრათ. ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით მე ისედაც სენსიტიური ვარ და მე მგონი ჩემს ირგვლივ ყველა ვინც ამ ამბავში ვართ. და როცა არ ვარ, მაშინაც ძალიან განვიცდი და არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. ასე მოხსენიება ყოველ შემთხვევაში. ფიქრობ, რომ ვერ დაალაგა უბრალოდ სათქმელი სწორად, რამაც უამრავი ადამიანი გაგვაღიზიანა. დეტყვით. ესო პუტკუნებიო. ახლა საშინელებას ვიტყვიო, მაგრამ უნდა ვთქვაო. აი დაუშვათ
ორი ადამიანი გოსის. და შუაში არის კამი. ავტობუსი იქნება, მეტრო არ აქვს მნიშვნელობა და ცოტა პუტყუნა რომ მოდის და ჯდება და ხო ხვდებიო რომ ვერ ეტევი, ანუ თამამად რომ მოდიხართო რა ეს პუტყუნები, ოღონდ თან ვითომ გვეფერება, იმიტომ რომ არ უნდა რომ გააღიზიანოს აუდიტორია, თუმცა ძალიან გაღიზიანებულები ვიყავით. გააჩნია ხალხო როგორ დაალაგებ აზრს. ეხლა თან რომ გამომლანძღავდა, თან რომ მეუბნები რომ იმედი ადეკვატურად მიიღებთ პუტკუნები, ვერ მივიღებთ. მოდიდე. ამოდამიჯახე. კიდე. მე რაღაცას დავამოვაჭრე. ხარა დედის ხული, ხარ. წად. ვერ მივიღებთ. თამამად მოდიხარ და თავზე მაჯდები ბაყუზე და მტკივა ბაყვი თუ რაღაც, ამა ჩვენ ადეკვატურად ვერ მივიღებთ. ბიჭო, საერთოდ მოახსენებს ადამიანო პუტკუნას და ეთქვა ძალიან მარტივი ენით, რომ ხალხო, აი ორი რო არის ადგილი, შუაში რო ადგილი და ორი ადამიანი ზის, დამოხდა უხეშად აი ესე დაეცემით და ანუ სხვანაირად აეხსნა, ხო შეიძლებოდა ეხლა სიპუტკუნა ესეთი თემა, რაზე ძალიან ისეთი ის გვაქვს ხო რეაქციები ადამიანებს და არ არის რა სწორი რა, ძალიან ვიყავი გაღიზიანებული, აი ძალიან გავღიზიანდი და თუ ეგ ვიდეო შეგხვდათ, ჩემ კომენტარსაც ნახავდით აუცილებლად. ძალიან გამაღიზიანებელია ბოდიში, რომ ცარიელ სკამს რომ ხედავთ, ვსხდებით, იმიტომ რომ დაღლილები ვართ. და აი შენ ბაყუზე ვერ ვიფიქრებთ რატომღაც. მე რა ჩქარავს ვამყავა. აღარ მაგ და რატო დავლიეს ჩქარა ვერ გავი. უტყვა ძალიან მინდოდა და ეგრე ჩაივით გადავკარი. მოდი ჩქარა დედი უნდა წავიდეთ. ჩავიქვა. და ბაიაჩმოვიყვან. კი ბატონო. ბაია, ბაუშკა. მოდი დედის გული. ჩქარა დედიკო, ხა დამეღალა ხელი, კაცო, ვერ გავიგე. არა, თუ არ მიირთმე ვერ წავალთ, დე. ტოლმა ხო არ გინდა მარიკო. მაშინ ეს მივირთოთ. შემოგვევლეთ ყველა გამხდარი პუტკუნებს. თუ გნებავთ მარჯვნით და თუ გნებავთ მარცხნით. აი ეგ არ იყო ჯემისადარდებელი ეხლა რომ თქვენ ბაყვით ტკივათ მე რო ვჯდები უკაცრავად. რო დილის 7-დან სახე აზრობილი დაორბივარ εν რაოდენობით ბავშვებში და ჩემს საქმეს ვაკეთებ და სკამი რო დავინახეთ სარიელი დავჯექი ბოდიში რომ ბაყვი გეტკინათ. და მე პარაფერს მოგჩენ და დაიტენიანე. დავიტენიანო. ნელა ყავა, ვერ ხედავ ყავა რო გიდევს წინ. ეგ თუ გადაიქცა მე ყოლე ვარდები დეგნალექი მერე. ერთი ამათ უყურე რა დღეში არის. აჰა, გვან. ერთი წუთი დედიკო. ჩემ ქვარი ჩაიცვა სკლად, რატომღაც გადაწყვიტა ძალიან ციოდა და გუშინ ხო ძაცუდი ადი იყო და დღესაც ხალხო რა ვიცი დილით ადრე ჯერ ეხლაც ადრეა, მაგრამ უფრო ადრე ბევრად ციოდა რა. ხო და სად მიდიხარ დედიკო, სად? სად მიდიხარ დაგესვა რა? აჰა. ადედიკო თან ჩაიდე პირში. მარიამ, ეხა რა გინდა არ წაგიყვანო? თუ რა ხდება ვერ გავიგე. შენ ხო კარგი გოგო ხარ და ხო გიყვარ შენი დედიკო და არა ნერვიულო ეხა იმაზე რომ რაღაცა სამი კოზი მიირთვა რაღაცნაირად რა. სამ კოზე ნუ მალაპარაკე. ახლა ბუტკუნა კაც. გამომივლენ აქ 5 კილო დაკლებული ქალები და მოდი რა სულ კარგად იყო. შენი ჭირი მე. დავი გამჭირვებია ერთი. შენ მაგრი ხარ კიდე. რო თურმეს კაბზე ზარ დავჯდე. თუ შენ ბაყვი გტკივა. მოდიში ბატონო. არასოდეს მსგავსი აზრი თავში არ მომსულია. ანუ იმ პუტკუნას არ და დაჯდომა. იცით რამდენჯერ შევწუხებულვარ და დისკომფორტი მქონია.
ვიღაცების გამო, რა ვიცი, რაღაცა ვითარებების გამო და რა მე არ მინდა ვდგები, всё, ძალიან მარტივია. რა არის დედი? მოგშივა შორს მივდივართ დე, ჰა. მეტროთი მივდივართ დე და მოგშივდი. ხო და ასე რომ რა ვიცი ახლა მაღიზიანებს მე ეგეთი რაღაცები, ვისაც არ გაღიზიანებთ, რა ვიცი, ყოჩა ხალხო, მე მაღიზიანებ. ყურები ჯერა ბაწლ დღეში არიან. შილაკ რაები ყრია, ამას მიხედეთ შენ გახარებას. ეხლა არ შეჭამო. ესე იგი, არ ვიცი რა ხალხო რა. ერთადერთი ჟელიბონი იყო დედა ეგ. ერთადერთი დღე არის შაბათი დღე, აი პარასკევი და შაბათი დღე, როცა ჩემ თავს შემიძლია მივცი იმის უფლება, რომ დავჯდე და ვუყურო ფილმს, ან რაღაცას, აი დედას გეფიცებით. არც ერთ არხზე. არ იყო გუჩი ფილმი, არც ერთზე. აი მეთქი, რა უყავი დედა ის? აი ღე კრემი? ხო, მომეცი. პარასკევს ხო, პარასკევს ისედაც ადრე ჩაბეძინა მიცვალებული ვიდვიეთე, მაგრამ დედა ვჭამო. არა ჯერ წიწიბურა. მაგრამ ძალიან მინდოდა გუში მეყურებინა რამე. აი ცოტა ძალა მქონდა რომ მეყურებინა. აი მე ვატრიალე ეს პუტი ვატრიალე ხალხო. არსად შენც არ მომიკვდე. არაფერი დედა ვიცი ზურგზე. დედა ერთი წალი ვჭამო. ერთი წუთი წიწიბურა თქოდე. შეერი გინდა წამოხვიდე? მაშინ დარჩი სახში დედიკო წავა მარტო გინდა? შენ დაგტოვებ ვინმესთან და იყავიდე სახში და დედა წავა გინდა? მაშინ ცოტა მივირთვათ დედიკოს ხათრით, კარგი? და მე შევჭამო. კი ბატონო, ვაბზრიალე მეთქი ამ არხზე გადავთო, იმ არხზე გადავთო. რა გადადიდე გადავთე რა მნიშვნელობა. ჰადე. დედიკო, მარიკო. მარა გეხოცებით რა აზრი ქონდა პირველის ნახევარზე უკვე მეციდა. ასე რომ აი ძერ ვუყურებდი, მაგრამ აი ეს მქონდა რა, აი ხო ხვდებით რომ გინდა ყურება და რაღაცა მზაობა მქონდა იმის რომ მეყურებინა და კობა მოდი გამორჩ ტელევიზორ დაიძინებ დრო აზრი. ხო ცუჩით გუშინო კაცო. იღლა ღმაზე ხრიდავდი ტელევიზორს უწევდი და უწევდიო და მე ერთი პერიოდი ვერ მაჯერებდნენ რომ ძალიან დაღლილზე შეიძლება მეხვრინა. ანუ მეთქი შანსი არ არის. ყველა სხვა ასე გონია რომ არა კაცო მე არ ვხრინა. ანუ ხო და ერთხელ გოგოებო გამომეღვიძა როდის იცით? ჩემა ხმამ გამომაღვიძა, აი ძალიან დაღლილი ვიყავი და ჩემა იმ რაღაცა გამომაღვიძა და მოყარე კალი ხრინავდი. რა თქვა უნდა ეხლა თქვი რომ აბა დაღლილი იყავით. რა და ჯანჩინ ხათრით ხო ვჭამო. მამიკოს ხათრით, ჩემო სიცოცხლე, ჩემო ერთადერთი. კარგად დაღეჭედე, როგორც ვიცი და აი ასეთე. შენ ხარ ჩემი ლამაზი და სიყვარული გოგო. ხო და ჯება ხრინა რომ გავამაღვიძა, მაშინ მივხვდი რომ მოდი გვანცარა რომ გეუბნებია რა შეუშვი მაგხურში და ნუ იდებილებ თავს ხრინავ თურმე. მაგრამ როგორი ის არის ახლა რომ ხო რავი ხრინავ, ახლა გოგო ხრინავ. მაგრამ ეს მემართება როცა გადამწვარი ვარ, ანუ აი ძალიან რომ ეძინება და დაღლილი რო ვარ და აი შუა რაღაცა ტელევიზორს ყურებაში გავითიშები და ახლავეთ მაგ პერიოდებში და ამ ბოლო დროს იმდენად ხშირად მემართება ეგრე რომ მე თუ სულ ასე ვხრდავ ეს ბოლო პერიოდია ჩემი სახლი ალბათ ჰაერში ესე ხტუნდაო. რაო დედიკო? ახლა ვიში ხარ? ზაკობებოს ხათრით დე. მოდი ჩემო სიცოცხლე და მე ვერიკობებოს დაურეკოთ და ალებაპას დე. მოდი დედიკო. დედამ კარგად არისო? კარგად არიან დედიკო, უბრალოდ მოვიკითხოთ, მოდი საყვარელი. ხო და ეს რაიმე ცუდად ვარ. რაც მე არ უნდა დავემართოს, აი ყველაფერი. სერიიდან ყველაფერი მე მემართება როა, ხო იცით? მე რომ ვამბობ ხოლმე. და მე რომ წერენ რომ იგონებ თუ რაღაც გეხვეწებით რა. მე ვარ ადამიანი, ვისაც სულ რაღაც ემართება. სულ 24 შვიდზე შემიძლია რაღაცა დამემართოს. ანუ მიდრეკილი ვარ, ამისაკენ ვარ მიდრეკილი. ჰადედიკოს გოგო. გია პაპას ხათრით, ჩემო სიცოცხლე, მიდი ჩემო ერთადერთო, მიდი დედიკოს გოგო. ვუალა!
კარგი გოგო ხარ. აი, როგორ მომწო ხარ, წავიდეთ, მერე დავიყიდოთ რაღაცეები, დე. დახალუკაში მაკდონალდსი გაიხსნა, კინო საქართველოს დაბლა. კიკვიზე რა, კიკვიზის დაბლა უბრალოდ. Ну, პრინციპში იგივე ესე ჩადიხარ კიკვიზის დაბლა. საქართველოსთან მივდივარ ახლა და ნახურტათი. ხო, დე. ხო და დღეს არა კაცო, მაგის თავი მაგ წავიდე, იმიტომ რომ სხვა ადგილას მივდივართ და აი იქიდან იქ უბრალოდ რო გავიაზრო ძალიან შორია. ხო და ერთი დღე ჩავიდეთ და ვნახოთ ერთი როგორც მითხრეს, კარგია. რა თქმა უნდა, ახლა ცუდი რატო იქნება ვიზუალურად. ხო და ერთი დღე მინდა წავიყვანო ალე პაპას ხათრით. ორი კოვზი და მე მინდა რომ არიკო წავიყვანო ერთი დღე. ხო და ჩავიდე ერთი როგორც იქნება ვეღირსა ნახალუკაში რა მართალია ცოტა დაბლა და მე არ მაწყობს იმიტომ რომ წავედი მე ჩავედი მე ხო ეგეთი ადგილები არ მიყვარს აი მიყვარს ტრანსპორტით გადავედი შევედი მაგრამ ეხა არა უშავს ხუთი ნაბიჯი გადავდგა დიდი ამბავი იქვე კიკვიძესთან მე ამოვიყვანო კიკვიძეში რაღაცა ვასეირნო მოკეთ ერთი დღე მინდა რომ სრულად დავუთმო აი ამ რაღაცა მას რა ქვია მიდი მოდის ძალიან მინდა ხო ერთი დღე და თქვენც წაგიყვანთ ჩვენთან ერთად კიკვიძეში ძალიან მინდა რომ მე გამოვატარო აჰა დედიკო ეხლა ვისი ხარ ალე პაპას ხათრით მივირთვით გია პაპას ხათრით და თუ ძიას ხათრით ნუ მატყუებ ჰა დედიკო ხო და გუშინ ეუბნება ჩემ ძმას რომ ისა დათუძიო მომენატრეო და აი ჩემ ძმას რაჭირს აი დაიშალა თლიანად დაიშალა ისედაც ანუ ჩემ ძმა გიშდება აი მარიამზე ჭკუა ეკეტება და როგორც მე ჩემ ძმიშვილზე ანიტაზე ნუ აი ჭკუა მეკეტება კი არა იმიზიქით რო აღარ არსებობს ისე მიყვარს და მე სულ ვიძახი ხოლმე რომ ეს მოდის მაშინ როცა დაძმას უყვარს ერთმანეთი დებს უყვართ ერთმანეთი ძმებს უყვართ ერთმანეთი ანუ ხო ხვდები და დედმამიშვილებს როცა ძალიან უყვართ ერთმანეთი მე ასე მგონია მერე არის უფრო მეტი სიყვარული მათ შვილებთან დაკავშირებით რომ აი რო ასე ძალიან რო მიყვარს გაგიჟებით და ჩემ ძმასაც რო ასე უყვარს გაგიჟებით და სხვანაირად არც ვიცი როგორ შეიძლება რომ გაგიჟებით არ გიყვარდეს ანუ აი ვერც ხვდები ხო ხვდებით რა იმდენად ნორმაა ჩემთვის რომ ასე ძალიან გიყვარდეს და იმდენად ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის და არ არის ეს განსაკუთრებული ჩვეულებრივი ამბავია ოჯახი ამას ქვია ასე უნდა გიყვარდეს შენი ოჯახის წევრი რა ხო და ამარო უთხრა მომენატრეო აი დაიხوارა ჩემი ძმა ორი კოვზი და მორჩა დედი შენ თავს ფიცავარ მარტო ორი გპირდები ორის მეტი აღარ გინდა დე ორი ხო შეგპირდი ერთი დედიკო და ერთი დაგრჩა ხო დე ერთი უნდა გვიყვარდეს ხალხო ერთმანეთი მოხედავთ გუში რომ მომყევი ვიდეოში დამრო ძმა მოკლა ნახევარ ძმა სასტიკი მკვლელობა აი ეგეთი აი შემზარავი საკატასტროფა ეს არ უკვე კატასტროფა ხალხო მეტი სხვა სიტყვა არ ვიცი რა რანაირად შეიძლება რანაირად შეიძლება ასე გამეწება ხო აი აქ რა მოხდა კატასტროფა დედიკო ჰა ეხლა მესიჯი ერთიც ხო დაგჩა ხო შემპირდი დე ეხლა ამომიგდო მესიჯი რომ ფოტოგრაფმა ფოტოები ჩამიყარა უაჰა ღმერთო როგორც იქნა ხო და აუცილებლად ვნახავ ხო და ის არის რა ქვია ერთი სული მაქვს ახლა შევარდე და კარგი ამაზე არ ვიწუწუნოთ რაც თავარია დანაყრებული ხარ და ხო და ესე იგი გუში ამ ჩემაში კაცო ხო გითხარით ვიდეოში არ ვიცი გითხარით თუ არა ვარ თავიდან ვიტყვი კობასაც ვუყვებოდი ვიცულა ჩემთან ბანანი მირთვა გარგარი მირთვა იქ სასამთრო მოითხოვ არა გაგთო იქ ისჭამა იქ ესჭამა იქ აჯაფსანდალი მირთვა სახლში შვილო რო აი მაგაზე გიჟდები რომ კი ახლა მირთვი სახლში გენაცვალა დედამ იმ ბანანს მე ვაგდებ მე რა დევს იმედი მაქვს დღე შეჭამს სხვა შეჭამზე ვაგდებ სხვა გზა არ მაქვს მულპება ახლა ის გარგარი ხო საერთოდ რანაირად შეიძლება რომ ბიჭზე ჩემთან გიჟდებოდეს და მოწონდეს და ჩემთან არ
ანუ ეს ხო არა რომ მე გავაკეთე, ბანანი არა, მე ხوار კარგი შეება, ჩემი გაკეთებული რამე არ მოეწოდოს, ესე ვფიქრობ, მაგრამ ნახე, ბანანი ხო არა ჩემი გაკეთებული არც მისი, ხო? ვერ გაიგებ. რა უცნაური არიან ბავშვები. როგორც ბაღში მე ვერ ვაჭამე წვნიანი, წვენი მოხრიპა იჯღანებოდა, სხვა პედაგოგთან დაჯდა, მე საქმე მქონდა და გამოვედი, სხვა პედაგოგთან დაჯდა, თავიდან ბოლომდე მიირთვა. ამიტომ არ მეყოლებ მე ჩემს ჯგუფში, მარიკო იქნება სხვა ჯგუფში, პლუს ამას ასაკობრივადაც არ მეკუთვნის, ჩემს ჯგუფში რომ მყავდეს მარიამი, არც ემოციური თვალსაზრისით არ მინდა რომ იყოს. ხო და იქნება სხვა ჯგუფში დამოუკიდებლად და დედიკო კამერაში უყურებს ხოლმე, ხო დე? დე, ნახე, ხვალიდან უნდა ვიაროთ ჩემს სამსახურში, დე, გახსოვს ემზე რო წაგიყვანე. ოღონდ იქნები სხვა ბაიებთან, ხო დედიკო? თამუნამასწავლებელთან იქნები, კარგი? და დედიკო კამერაში გიყურებს, ხო იცი დედამ უნდა იმუშაოს, დე? შევთანხმდით, დე? თამუნამასწავლებელთან შეგიყვას, იცი რა კარგი თამუნამასწავლებელია, დე? და მე კამერაში შემოგხედავ ხოლმე, ხო იცი რომ უნდა ვიმუშაო, საყვარელო, შევთანხმდით? შენ ბაღში? შენ ბაღში არა, დე, ჩემს სამსახურში უნდა გატარო, დე. შენ ბაღში დაგითხოვეს, დედი, საყვარელო. ისვენებენ შენ ბაღში, დე. უნდა გატარო ჩემს სამსახურში, რომ დედა მიმუშაოს, კარგი? და შენ თამუნამასწავლებელთან უნდა იყო, ხო დე? იცი რა საყვარელი, ეზოში უნდა გახვიდეთ ხოლმე, დე? ეზოში. შევთანხმდით, დედიკო? მივალთ ხვალ დედიკო და თამუნამასწავლებელთან შეგიშვებ. დედა უნდა იმუშაოს, კარგი საყვარელო? ამას ვსაუბრობთ უკვე 3 დღეა. ყოველ დღეში 3 ჯერ, რომ ეს გაუჯდეს. მე რას ვიზამთ? ასე მოგვიწია, ასე მოგვიწია, თორე ამ დროს ახლა უკვე ისე ვიყავი ხოლმე, რომ შვებულება იწყებოდა და აი, შვებულება და ვიწყებდი ხოლმე გადაბარგებას, სად მივდივარ, სად რა, ანუ სოფლიდან ვიწყებდი დედაჩემის სოფლიდან, ხალციხიდან, იქიდან, აქედან, მაგრამ კი, დედიკო, კამერაში შემოგხედავ, ჩემი გოგო როგორ არის, რომ მომენატრები, ხო დე? ხო და ვიწყებდი ხოლმე, მაგრამ არ არის რა მაგის დრო გოგოებო, რომ აი ესე ორ თვე ნახევარი მე წამოვწვე იმაზე რა, იმიტომ რომ მე ეხლა ჩემი გეგმები სიმართლე გითხრათ რომ არ მქონდეს, აი ეხლა ჩემი ძალიან განსაკუთრებული გეგმა რომ ტელეფონი უნდა ვიყიდო, ალბათ ასე ძალიან ახლა დილიდან შვიდამდე არ მოვიკლავდი კაცთან და წავიდოდი დასასვენებლად შვენი რომ წამოვგურდებოდი თვე ნახევარი და მეტიც, მაგრამ არა მაქვს ჩემი კონკრეტული გეგმები, ნუ ტელეფონის გარდა კიდე სხვა რაღაცები, რაც აუცილებლად უნდა იყოს ისე, როგორც მე მინდა. ამიტომაც არ ვთქვი უარი შემოთავაზებაზე, რომ მემუშავა ივნისი. ივნისისითაც რაღაც ნაწილი ხომ მუშაობდი 11-მდე, მაგრამ ანუ დანარჩენი ნახევარი და ივლისი რა. ხო და ასე რომ ერთად უნდა ვიაროთ. არა უშავს, მთელი აგვისტო დასვენება მექნება, მითხას რომ აგვისტოში სხვა რე მუშაობ, მაგრამ არა, აგვისტოში უნდა გავისვენო. ბავშვი ცოტა. კი, ვერ ამოვახრჩობ აგვისტოში აქ ნამდვილად. ეს იყო ჩვენი დილის ვლოგი, ასე რომ დიდი მადლობა რომ მიყურეთ. საღამოს შემოგიერთდებით. დროებით.